ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მარიამ ქრუიშულმა სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო ტურიზმის დღე მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ტურიზმის მხარდაჭერა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. როგორც მარიამ ქრუიშულმა თქვა, დარგი დივერსიფიცირებულად ვითარდება და აქცენტი კეთდება ისეთ სამიზნე ქვეყნებზე, საიდანაც შესაძლებელია მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორის შემოყვანა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროპის, სპარსეთის ყურის და აზიის ქვეყნებს. აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორც საერთაშორისო პლატფორმებთან და ავიახაზებთან, ისე წამყვან მედია საშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან. მინისტრის განცხადებით, შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები, განსაკუთრებით ტურიზმსა და ავიაციაში. ისტორიული შედეგია, რომ 60-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირ მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის მოწინავეა ევროპის ქვეყნებში. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა კვლავ სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოქმნილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება. საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 0.71%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 74 გერმანკას სტერლინგს აჭარბებს. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 1.90%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 43.85 გერმანკას სტერლინგი ღირს. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 2.8%-ით შემცირდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 23.5 გერმანკას სტერლინგია. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო აცხადებს საჯარო კონკურს ინსტიტუციური განვითარების გრანტზე. სააგენტოს თანახმად კონკურსის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა და მათი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა. საგრანტო განაცხადი მოთხოვნილი გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 700.000 ლარს. საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი უნდა მოიცავდეს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებით და არანაკლებ 9 თვეს და არ უმეტეს 24 თვეს. სამგორის რაიონში ვარკეთილის დასახლებაში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა 20 მილიონი ლარი ჯდება. ცენტრი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ ცოხაძესთან ერთად ოფიციალურად გახსნა, თუმცა პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის. თბილისის მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორია მოიცავს 11,500 კვადრატულ მეტრ ფართობს და მასში განთავსებულია 2 აუზი, ფიტნეს დარბაზი, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, ასევე ხელოვნების დარბაზი. ასევე ფუნქციონირებს ფრენბურთის კრივის ჭიდაობისა და ძიუდოს წრეები, სპა ზონა, მედიათეკა, ქორეოგრაფიული სტუდია, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. გათვალისწინებულია საპარკინგო სივრცეც. მერიის ინფორმაციით, ცენტრის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ იგი ყოველთვიურად 10,000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. მაგთის სატელეკომუნიკაციო აპარატურის გლობალურ მწარმოებელ Ericsson's არბიტრაჟში უჩივის. დავის შესახებ ცნობილი მაგთის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ფინანსურ ანგარიშშია საუბარი, სადაც ხაზგასმულია, რომ Ericsson-მა და მისმა ქართულმა შვილობილმა არ შეასრულა მაგთის წინაშე კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქმე ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟში განიხილება და ის 17 მილიონი დოლარის ანაზღაურებას და კომპენსაციას უკავშირდება. აღნიშნული კომპენსაციის მოცულობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. კომპანია ამტკიცებს, რომ მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს თავიანთი დაპირებები და შესაბამისად გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ახალი მანის მარკის 18 მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 305 მარშრუტზე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნულ მარშრუტზე დღემდე 10 მეტრიანი ავტობუსები მოძრაობდნენ და ეგრეთ წოდებული აფრიკის დასახლებიდან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე გადაადგილდებოდნენ. დღეიდან კი მარშრუტი ახალი ავტობუსებით შეივსო. მერიის თანახმად მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებული მარშრუტი გაგრძელდა და მგზავრებს ეგრეთ წოდებული აფრიკის დასახლებიდან საბურთალოს მიმართულებით მოემსახურება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია. მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი. დაიტბორა საკარმი და მონაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. მათივე ცნობით, ხანგრძლივი და ინტენსიური წვიმების გამო 28 სექტემბერს დაგეგმილი ჰერეთობის სახალხო დღესასწაული დროებით გადაიდო. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 27 და 28 სექტემბერს პურის ფესტივალი მე-6-ად გაიმართება. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია იტყობინება. დამთვალიერებელი 2 დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე დაგვხვდებათ ქართული ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. პურის ფესტივალი 12 საათიდან დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება.
თბილისი მარათონის გამო გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ მერია ავრცელებს. კერძოდ 27 სექტემბერს 23 საათიდან 28 სექტემბრის 12 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტირება შეიზღუდება. შეზღუდვა ეტაპობრივად შეეხება შემდეგ ქუჩებს და გამზირებს. თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა, გალაქტიონის ხიდი, მარჯანიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ბაქოს ქუჩა, წინამძღვრიშვილის ქუჩა, ასევე ზააბრიუკენის მოედანი და ხიდი, სკუდერის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გორგასლის ქუჩა, სამასი არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, გორგასლის მოედანი, მეტეხის ხიდი და კოტე აფხაზის ქუჩა.